ამ დღეებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორგის ხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მთავრობის წევრებმა განიხილეს და მოიწონეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ჟიული შარტავასა და არზაყან ნემუხარის სახელობის სტიპენდიების დაწესებას. მთავრობის ხდომაზე ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული აფხაზეთიდან დევნილთა ერთიანი ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია, სადაც შესული მონაცემები ვიზუალიზაციის თვალსაზრისით მიმულია ელექტრონულ რუკას. მონაცემების შეყვანა დამუშავების პროცესი პერიოდულად მიმდინარეობს, რაც მომავალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს ეფექტიანად და სწრაფად მოახდინონ რეაგირება აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში არსებულ სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე. იქნება ბაზა, სადაც ნებისმიერი მონაცემები დევნილთა შესახებ კომპაქტურ შესახლებებში იქნება ესე კონსოლიდირებული, ერთ ადგილას შეკრებილი და ნებისმიერ ჩვენ სტრუქტურას შეიძლება ექნება წვდომა ამ მონაცემებთან და ამოიღებს ნებისმიერ მათთვის საინტერესო საკითხს, ამიტომ იყო დადგენილების პროექტში გათვალისწინებული ჩვენი უწყებების ისეთების, როგორც არის ჟანდაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგათგანაც ესე იგი იქნება შესაბამისი მონაცემები ასახული აი ამ მონაცემთა ბაზაში. პრობლემებს ვეცნობით, რომ შევიტანოთ ერთ მონაცემთა ბაზაში, რომ ჩვენთვის ადვილი იყოს მაგასთან მუშაობა. მიბმულია გეოგრაფიულად მდგომარეობის მიხედვით, მდებარეობის მიხედვით და ადვილი სახმარებელი იქნება და ჯერჯერობით ამ პერიოდისათვის რაღაცას ვამუშავებთ კიდევ უფრო მარტივი რო იყოს და სადაც ერთ თვეში თვე ნახევარში მთლიანად წარმოადგენთ ჩვენ ამ ინტელექტუალურ ნამუშევარს, რომელიც აფხაზეთის დევნილთა დეპარტამენტის კუთვნილებაა. ხდომაზე მთავრობის წევრებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას აფხაზეთის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას მიენიჭოს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის ზაურ ხუბუტიას სახელი.